მე ვხვდები, რომ არსებობს ერთი და იგივე პრობლემა, როგორც სასამართლოს შიგნით, ისე ჟურნალისტთა კორპუსში. ეს არის თავისუფლების ვულგარული გაგება და ვულგარული გამოყენება. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და ძალიან სამწუხარო პრობლემა და მე ვისურვებდი, რომ საქართველო გადაიქცეს ისეთ ქვეყანად, სადაც თავისუფლებით მოსარგებლე სუბიექტები აცნობიერებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც თავისუფლების გამოყენება. დიდი მადლობა ქალბატონო ევა, ევა გოცირიძე. მე წამოგიღეთ თქვენ საჩუქრად ჩემი წიგნი გამოხატვის თავისუფლების შესახებ, სადაც არის გადმოცემული ევროპული სასამართლოს მიდგომები და სადაც ერთი თავი ეხება სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძებლობის დასაცავად. და თუ გაეცნობით, თქვენთვის იქნება სასარგებლო. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მე გულწრფელად გეტყვით, რომ დღევანდელი ეთერის შემდეგ ეჭვი მეპარება, რომ გულწრფელად საინტერესო იყოს ჩემთვის ეს წიგნი, მაგრამ მაინც დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის. დიდი მადლობა ევა გოცირიძე. ცოდნის მიღებაზე უარს ამბობთ, ეს ძალიან კარგი კომპლიმენტია. მადლობა რომ ზრუნავთ ჩემს განათლებაზე.